ივლის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი წარმოგიდგენთ მარიკა კვალიაშვილის მუსიკალურ პოემას „ტატო“. სპექტაკლად ქცეული 42 და 12 სურათიანი ეგრეთ წოდებული მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედისწერაზეა. ამ სპექტაკლის მასშტაბურობაზე და ჟანრულ მრავალფეროვნებაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ კომპოზიტორი ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი, სალამი და რეჟისორი ბატონი ანდრო ენოქიძე. დიდი მადლობა მოგწონებისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. ქალბატონი მარიკა, როგორ დაიბადა ეს იდეა აი ამ შესანიშნავი პოემის, მუსიკალური პოემის შექმნისა? ალბათ ყოველთვის მაწუხებდა მისი ბედი, როგორც ყველა ქართველს. და მართალი გითხრათ, ადრე არ მიფიქრია ამაზე, რომ თქვათ რამე შემექმნა. რა თქმა უნდა, სიმღერებს წერდი მის ლექსებზე და არაერთი სიმღერა შეიქმნა, მაგრამ მასვენება მართლაც დამიკარგა და თუ როდისღა თუ არა ეხლა. და ერთი წლის წინ უცბად ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი. აი იმდენად მომწიფებული იყო ეს საკითხი ჩემში, რომ ერთ დაჯდომაზე დაიწერა სცენარი თავიდან ბოლომდე და მადლობ ფოფალს, რომ ეს შთაგონება მომცა და ვერ დავიბრალებ, რომ ეს ჩემგან მოდის ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუ არა შთაგონება უფლისა. და შემეწყოხელი იმითიც, რომ ჩემ შემოქმედებაში აღმოჩნდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან ადვილად მიესადაგა აი ამ თემას. რა თქმა უნდა, ამ თემისთვის საჭირო გახდა არაერთი მომღერლის ჩართვა, არაერთი ახალი ნაწარმოების დაწერა. რა თქმა უნდა, თანდათანობით მოითხოვა დიდი მასშტაბებში იგულისხმება როგორც სოლო მომღერლები, საოპერო, საესტრადო, ასევე ქორეოგრაფიული ჩართვები, ასევე ბავშვებიც კი მყავს ჩართული. თქვენ როგორც ამბობთ, ძალიან ბევრი ჟანრი ერთიანდება ამ საღამოზე. როგორ მოახერხეთ აი ესე ჰარმონიულად, რომ შერწყმულიყო ეს ჟანრები ერთმანეთში? მოგითხრათ, რომ გამიჭირდა ნამდვილად არა. თქვენ არ გაგიჭირდებოდათ? არ გამიჭირდა, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, მე არ ვფლობ ჩემ თავს, მე მაინც მინდობილი ვარ. და აი მკარნახს, რომელიც ალბათ ყველა ადამიანში არის და ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად შეიგრძნობს ამას. რა თქმა უნდა, მე როგორც გამტარი ამ ყველაფრისა შემაძლებინა უხალმა და გამაკეთე. ბატონ ანდროსაც არ შემიძლია რომ არ ვკითხო ამ მუსიკალური პოემის ეს ეგრეთ წოდებული თქვათ ამ ჟანრის ნაწარმოების ერთად სინთეზი ამ ყველაფრის არ იქნებოდა იოლი. თქვენის მხრივ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საკმაოდ იოლია, იმიტომ რომ აი მთავარი აი გამაღიზიანებელი, ასე ვთქვათ, ჭყალებში არის გენიალურესი მუსიკა, რომელიც ბოლო 22 ახალი ნომერი შეიქმნა, ვთქვათ, ამ პროექტის ფარგლებში. ერთი კომპოზიტორი აბსოლუტურად მინდობილი, აი ისეთ არასპეკულატიურ და ისეთ ნამდვილ თემას, როგორიც არის ხელოვანის ბედისწერა, ქართველის ბედისწერას, რომელიც 47 წელი გარდაცვალების შემდეგ იყო სხვაგან. ეს ისეთი, როგორ გითხრათ, წიაღისეულია, ისეთი სტრუქტურა, ისეთი სტიქია, რომ იცით რა, ყველაფერი იბადება ძალიან მარტივად, მინდა გითხრათ და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მარიკა კვალიაშვილის სახით, ქალბატონი მარიკას სახით, ჩვენ გვყავს მართლა დიდი კომპოზიტორი. რეჟისურასთვის ერთად ვთანხმდებით. არ შეიძლება ამაზე არ შეთანხმდეთ. ერთ-ერთი ისეთი საკითხია, ფუნდამენტური. მაგრამ ქალბატონ მარიკას, თქვათ, რეჟისურაში რომ ეკეთებინა საქმე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ასეთივე გამოჩენილი ადამიანი იქნებოდა რეჟისურაში. მას ყველაფერი აქვს იმდენად გააზრებული, იმდენად ზუსტი, იმდენად გძნობს ყოველივეს იმას. აი თითო ბგერას ხედავს არა მარტო მუსიკაში, არამედ სივრცეში. ამიტომ ეს იოლიც არის და რთულიცაა, იმიტომ რომ ყველაზე რთულია სიმარტივე.
სიმარტივე, რომელიც არის პრიმიტიული. და საინტერესო არის იმ ეპოქის გაცოცხლება როგორ მოახერხეთ. ნუ აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე, იმიტომ რომ კი ბატონო ეს არის დაკავშირებული უამრავ რესურსთან, უამრავ ასე ვთქვათ, სირთულესთან და რომ არა ქალტუნ მარიკას ვთქვათ ავტორიტეტი, რომელიც ასე ვთქვათ რეალურად ითხოვს ყველა კარს აღებს. ყველა კარს აღებს, აი გაიღო ყველა კარი და ნუ თქვენ წარმოიდგინეთ 150 მონაწილეა და ელემენტარულად რო ჩააცვა ეს უკვე მეგა პროექტია. და ამას ემატება ფანტასტიკური სცენოგრაფია ვანო ჭელიძის და მე ვფიქრობ რომ აი მართლა ძალიან ღირსეული რომ არაფერი თქვა ამ საღამოს მუსიკალურ მონაცემებზე სოლისტებიც ფანტასტიკური გუნდები კაპელა რა ვიცი ახალი ბანა პატრიარქის ნათლულები ქორეოგრაფიული ანსამბლები რა ვიცი აფხაზეთის კოლექტივისაც ეკვა არ ვიცი ხა მე მერიდება არ მინდა ვინმე გამომჩეს მაგრამ ნუ საქართველოს ნაკრებია ხალხო რა უფრო კონკრეტულად აი რაღაცა პატარ-პატარა სიურპრიზები რომ გაგვიმხილოთ ესე ვთქვათ აი იმ შემსრულებლებზე გვესაუბროთ ვინც მიიღებს მონაწილეობას ან მე ვიცი რომ შემოქმედებით საღამოს როდესაც აკეთებს კომპოზიტორი ის რაღაცა კონკრეტული სიმღერებისგან დაუშვათ კრავს ამ ყველაფერს და აქ უფრო შემსრულებლების არჩევა ალბათ გაჭირდებოდა ეცით იმდენად გავითავისე თვითონ ეს პროექტი რომ შემსრულებლებს გარეგნულათაც კი ვეძებდი მსგავსებით ბარათაშვილის ადამიანებისა და მსგავსებითაც ძალიან მივამგვანეთ რა თქმა უნდა ამაში ანდრო ძალიან გვერდში მიდგას ძალიან დიდი ესეთი მხატვარი მყავს გვერდზე დიდ რეძახი იმიტომ რომ ახალგაზრდაა და ძალიან ჭირია ვანო ჭელიძე ასევე არაჩვეულებრივი მუსიკოსი მიდგას ლევან ჩხაიძე ასევე წამყვანი არის ნიკა ჩვენი წულუკიძე და ისეთი ბირთვია შეკრული რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ ეს ვინც მოხვდება არა მე ესე არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანი მიყვარს და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ არის ცნობილია არ არის ცნობილი არ აქვს მნიშვნელობა ის შედგეს სცენაზე და თავის საქმე გააკეთოს, რაც შეიძლება აკლია კიდეც და არანაკლებად შეუძლია სხვაზე. ასე შეიკრიბა ეს 150 ადამიანი, რა თქმა უნდა, არ დაგვრჩა არც კვარტეტი, არც ტრიო, არც სოლისტები, ოპერის მომღერლები, ასევე როგორც ჩამოთვალა ახლა ანდრო. ასე საოპერო სტუდიის კაპელა და ნუ რა ვიცი ძალიან დიდი მასშტაბია, ძალიან მასშტაბი. საინტერესო არის როგორ შეხვდნენ თავად მონაწილეები ესეთი ჟანრის პროექტს და როგორი იყო რეპეტიციები და სამზადისი და მათი ენთუზიაზმი ამ ფანტასტიკური პროექტის. აი მაგალითად, წუხელ ღამის 3 საათამდე რეპეტიციობდნენ. ნუ აი ისეთი ატმოსფეროა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ტარდება ქალტუნ მარიკას სახლში და ნუ ესეთი ატმოსფეროა, იქ ხალხი მოდის საშრომველად და იმავდროულად სიამოვნების მისაღებად. მე როცა ვარ მუსიკალურ რეპეტიციებზე, მართლა მუსიკალური ზეიმია. ნატრობ ქალტუნ მარიკას მეზობლობას. მეზობელი რო ვიყო, ნუ აი რაღაცა ძალიან გამეხარდებოდა, იმიტომ რომ აი ფანტასტიკური მუსიკა ჟღერს და ძალიან ჯანსაღი ატმოსფერო. იმედია მეზობლებიც გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს. ნამდვილად ძალიან პატივს ვცემ და ვღებულობ მათგანაც იგივეს, იმიტომ რომ იმდენ სიტანენ ჩემგან რომ ალბათ მეტი არ შეიძლება. ნუ იმ ჰანგების მოსმენას არაფერი ჯობია, რასაც ქალბატონი მარიკა ქმნის და შესაბამისად დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მეზობელი. ძალიან დიდი სიამოვნებით. ღამე იქმნება ეს ნაწარმოებები. შუა ღამისას და მე მარტო ღამე მუშაობ ხომ, იმიტომ რომ დღე ამის საშუალება არც არის და გადაჩეულიც ვარ, რომ დღე დავждე და რაღაცაზე ვიმუშაო. ამიტომ თქვენ მეზობლებს შეგიძლიათ გადასცეთ, რომ ჩვენ ვართ თანახმა, შეგიძლიათ გაუცვალოთ. გაუცვალოთ. დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა და ეხლა კიდევ ერთი კითხვა მაქვს. აი რა მოლოდინები არის აი ამ პროექტთან დაკავშირებით, აი დავუშვათ. დიახ, ეს შეკითხვა შეგიძლიათ ორივე გვიპასუხოთ. იცით რა, ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი სათქმელი, ვთქვით კიდეც და გავაკეთეთ კიდეც. ვინც მოასწრებს ამ პროექტის ნახვას 8-ში, იმიტომ რომ
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ მეორედ გავიაროთ კიდევ მეორედ ვაჩვენოთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თუ მოთხოვნა იქნება თუ ხელი შეწყობა იქნება რატომაც არა ყველას უნდა მონაწილეები რომ ნახოთ იცით როგორ არიან წასვლა აღარ უნდათ ჩვენგან და ეს 50 ადამიანი ტრიალებს მუდმივად ნაკადი ამ ადამიანებისა და ძალიან უნდათ რომ იქნება კიდე რომ ყველამ ნახოს რომ ყველამ მოისმინოს მართლა სასწაულებიც ხდება სცენაზე სწორედ დიდი დამსახურებით ჩვენი მხატრისა ლევანისა ანდროსი და ცოტა ჩემიც და ამდენად აი ამ სასწაულების ნახვა გვინდოდა რომ აი ყველას მოხვედრო და ყველა შეძლებოდა მაგრამ ერთ ჯერჯერობით მხოლოდ ერთჯერადად ვართ და ვინც მოასწრებს ის ნახავს მაგრამ ნახავთ ბატონი ანდროსგანაც გვინდა იმიტომ რომ ქალბატონი მარიკა თავის თავზე ბუნებრივია ესე არის ლაპარაკი რაშია საქმე აი წმინდა წყლის მუსიკას რო შევეხოთ აი მუსიკალურად ამ კონცერტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ერთის რო ეს არის ის მარიგა კარლიაშვილი რომელსაც ვიცნობთ ის ფანტასტიკური მესიმღერე აი ყველა სიმღერა რო აი არა მარტო გულში სულში ატარებს შენი გენეტიკის ნაწილია აი ეს არის ნაღდი ხელოვანი იმიტომ რომ საქართველოს უკვე გაზაფხულის იქით არ წარმომიდგენია არ არსებობს ამ მელოდიის გარეშე ჩემთვის საქართველო და არა მარტო ჩემთვის არა ვარ გამონაკლისი აი ამავდროულად ისეთი ნაწარმოებებია რომ აი ეს არის აი რაღაცა ძალიან დიდი ავანგარდის და ძალიან დიდი ქართული კლასიკური აკადემიური მელოსის მელიზმების შერწყმა. ეს არის ძალიან დიდი მუსიკალური დღესასწაული. აი ეს არის ისეთი რამე, რასაც მე უნდა იჯდა და იფიქრო, როგორ ახერხებს ეს ადამიანი ამას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მუსიკათმცოდნეები ამას გაითვალისწინებენ და ნუ რა თქმა უნდა არ გამორჩებოთ რა სულელია. ვის უნდა ვაკეთო, არ გამორჩებოთ, მაგრამ აი ამ ნაწარმოებების შესწავლას მათ ერთობლიოს და ძალიან საინტერესო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვას რამ გაერთიანა ეს ყველაფერი მათ შორის მუსიკათმცოდნეებაც უნდა გასცენ პასუხი და რაც შეიძლება მაყურებელს ის სიამოვნებს დაიღვრება აი ამ სიამოვნებაში და ცრემლითაც და მინდა გითხრათ კიდე ერთხელ დაემართებათ აი რაღაცა აი მკვეთრი შეგრძნება სიამაყისა რომ ქართველია და აი ეს ყველაფერი არის მისი და მარიგა კვალიაშვილი არის მისი ყველასი ჩვენი უდიდესი სიამაყე დიდი მადლობა ქალბატონო მარიკა ყოველი თქვენი ნოტისთვის რომელიც თქვენ ჩვენთვის შექმნით და მართლა ეს ყველაფერი არის ნებისმიერი ქართველის ცხოვრების საუნდტრეკი ასე რომ ვთქვათ რაღაცა ლაიტმოტივად გაგვდევს მთელი ცხოვრება თქვენი სიმღერები და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ ყველა იმ სიამოვნებისთვის ჩემგანაც დავამატებ გიორგის ნათქვამს რაც მოგინიჭებიათ თქვენ როგორც თქვენი ზახით ზეციური ზალების დახმარები ეს ღმერთის მიერ მოძებული ჩვენც გვიწილადეთ და ჩვენც ძალიან ყვაყოფილები და ბედნიერები ვართ ყოველი ბარათაშვილი მარტო ჩვენი არ არის ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მოგზანებისთვის და წარმატებას დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი სიამოვნებით გესწვევით გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით ბევრ სიახლეებს თქვენგან დიდი მადლობა